ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწება ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწება მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ BMG TV-ს და ჯანდაცვის სტანდარტი იწყება ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც უკვე წლებია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა თამბაქოს მოხმარება და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. დღეს დეტალურად განვიხილავთ თუ რა ზიანს აყენებს თამბაქო ადამიანის ორგანიზმს, მის ჯანმრთელობას, როგორი არის მისი გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში და რა ნაბიჯები იქმნება ამ პრობლემის შესამცირებლად. რისთვისაც დღეს ჯანდაცვის სტანდარტს ესტუმრებიან გიორგი ბახტურიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერ თანამშრომელი და ასევე ვმასპინძლობთ კახა ღვინიანიძეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს. და ვიდრე ვემზადებით საავტორო პროლოგისთვის და სტუმრების მასპინძლობისთვის ჯანდაცვის და მედიცინის სიახლეების სკოლას გიტოვებთ. 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 245 მილიონ 702,000 დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 4,3%-ია. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ამ კუთხით ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,1%-ია. 245 მილიონ 702,000 დოლარიდან 67 მილიონ 105,500 დოლარი თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოდის. სახელმწიფოსთვის მთავარი პასუხისმგებლობა ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა და გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვა. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ არის და მას კომპლექსური შეფასება სჭირდება. ებოლას გავრცელებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის ფონზე ჯანმო ექსპერიმენტული ვაქცინების გამოყენების მიზანშეწონილობას სწავლობს. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პუნდიბუგიო შტამით გამოწვეული ახალი აფეთქების დროს ამ დროისათვის დაფიქსირებულია მინიმუმ 500 საეჭვო შემთხვევა და 130 გარდაცვალება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 50% შესაძლოა ალერგიის სულ მცირე ერთი ფორმით დაავადდეს, რაც მკვეთრი ზრდაა დღევანდელ 30%-დან და 1980-იანი წლების 5-10%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ექსპერტები ამას ჩუმ ეპიდემიას უწოდებენ და ურბანიზაციას, კლიმატის ცვლილებასა და ცხოვრების წესის შეცვლას უკავშირებენ. ჯანმოს განცხადებით, ახალი მოლეკულური ტესტებისა და ბიოლოგიური თერაპიების წყალობით მძიმე ალერგიების მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა მკურნალობის ღირებულება მაღალი რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ახალ ანგარიშში ნიკოტინის პაკეტებზე დამოკიდებულებისა და ახალგაზრდებზე მიმართული აგრესიული მარკეტინგის საფრთხეებზე წერს. ჯანმო შეფასებით ასეთი მარკეტინგი ხელს უწყობს ადრეული ასაკიდან დამოკიდებულების განვითარებას. ნიკოტინის პაკეტები ესაა ნიკოტინის მცირე დოზები პაკეტებში, რომლებიც შექმნილია ორგანიზმისათვის ნიკოტინის პირის ღრუს მეშვეობით მისაწოდებლად. ჯანმოს ანგარიში ხაზგასმულია, რომ ნიკოტინის პაკეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დამოკიდებულება და ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით თამბაქოსა და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროდუქტზე ყოვლისმომცველი რეგულაციები ამოქმედდეს. თანამედროვე მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება კვლავ რჩება ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და გლობალური ჯანმრთელობის უმწვავეს გამოწვევად. ყოველწლიურად იგი იწვევს 7 მილიონზე მეტ სიკვდილს, რაც დღეში საშუალოდ 20,000-ზე მეტ ადამიანს ნიშნავს. თამბაქოსთან ასოცირებული რისკები მოიცავს არა მხოლოდ აქტიურ მომხმარებლებს, პასიური მოწევაც მძიმე შედეგებს იწვევს. მათ შორის დაახლოებით 1,6 მილიონი სიკვდილი არამწევლებში და სამწუხაროდ 10,000-ობით ბავშვში. თამბაქოს კვამლში არსებული 7,000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება განაპირობებს მის ძლიერ კავშირს გულსიძარღვთა, რესპირატორულ დაავადებებსა და კიბოს, ანუ სიმსივნის მრავალ ფორმასთან.
მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ნიკოტინის ახალი ფორმების, ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს სწრაფი გავრცელება ახალ გამოწვევებს ქმნის. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც ამცირებს მიღწეული პროგრესის მდგრადობას. სწორედ ეს საკითხები განიხილება და იქნება მთავარი სლოგანი 31 მაისს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს. მიმზიდველობის ნიღბის მოხსნა, თამბაქოსა და ნიკოტინის დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ გლობალური ტენდენციების ფონზე საქართველოს წარმოადგენს ერთგვარ სარკეს, სადაც ერთდროულად ჩანს როგორც მნიშვნელოვანი პროგრესი, ისე სერიოზული გამოწვევები. ქვეყანაში თამბაქო უკვე აღარ არის მხოლოდ ინდივიდუალური ქცევის საკითხი. ის იქცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრობლემად. არსებული შეფასებებით საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11400 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით. მათ შორის 2100 პასიური მოწევის შედეგად. ეს მონაცემები განსაკუთრებით საგანგაშოა იმ პირობებში, როდესაც თამბაქოს ზემოქმედება ვრცელდება ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, რომელთა ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მეორადი კვამლი მძიმე გავლენას ახდენს. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში საქართველოს თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და საკანონმდებლო პროგრესი განახორციელა. 2004 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაზე ხელმოწერამ და 2006 წელს მისმა რატიფიცირებამ საფუძველი ჩაუყარა ეროვნული პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. გარდამტეხ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს 2017 წელს მიღებული და 2018 წლიდან ამოქმედებული ეგრეთ წოდებული ახალი თაობის რეგულაციები, რომლებმაც მკაცრად შეზღუდა მოწევა დახურულ სივრცეებში, აკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა, გაამკაცრა არასრულ წონებზე მიყიდვის კონტროლი და დანერგა გრაფიკული გაფრთხილებები. ამასთან 2024 წლიდან ამოქმედებულია სადა შეფუთვის მოთხოვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს მიმზიდველობის შემცირების მიმართულებით. აღნიშნულმა პოლიტიკამ უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები. უახლესი მონაცემებით დასრული მოსახლეობის თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 23.6%-მდეა შემცირებული, რაც წარსულ მაჩვენებელთან, რომელიც იყო 32.4%-დან შედარებით პროგრესს ასახავს. პარალელურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ფუნქციონირებს თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელი ხაზი და ხორციელდება კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი. ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფო ცდილობს კომპლექსური მრავალსექტორული მიდგომებით უპასუხოს პრობლემას. თუმცა, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, გამოწვევები კვლავ სერიოზულია. განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდებში თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების გავრცელება. საქართველოში 15-16 წლის მოზარდებში ტრადიციული სიგარეტის მოხმარება კვლავ მაღალია, ხოლო ელექტრონული სიგარეტების პოპულარობა მზარდია, რაც ქმნის რისკს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება ახალ თაობაში კვლავ ფართოდ გავრცელდეს. ეს ტენდენცია მოითხოვს დამატებით რეგულაციებს, განათლებასა და პრევენციულ ღონისძიებებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, თამბაქო მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ქვეყანაში. თამბაქოსთან დაკავშირებული წლიური ეკონომიკური ზარალი 2017 წლის კვლევა გახლდათ, ეს 824.9 მილიონ ლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის იმ დროს დაახლოებით 2.53%-ს შეადგენდა. ეს მოიცავს როგორც ჯანდაცვის პირდაპირ ხარჯებს, ისე შრომითი პროდუქტიულობის დანაკარგს. ასევე ამავე დროს კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს კონტროლში ინვესტიცია მაღალი უკუგებით ხასიათდება. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია 10,000-ობით სიცოცხლის გადარჩენა და მილიარდობით ლარის ეკონომიკური დანაკარგის თავიდან აცილება. დღეს საქართველოს წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანა შეინარჩუნოს და გააძლიეროს მიღწეული პროგრესი ეფექტურად უპასუხოს ახალ გამოწვევებს და უზრუნველყოს თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს და თაობების შექმნა 2030-2040 წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული სტრატეგია Tobacco Endgame. თამბაქოს კონტროლი უკვე გასცდა მხოლოდ ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებს და გადაიქცა ქვეყნის მდგრადი განვითარების, სოციალური კეთილდღეობის და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად.
სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ ჯანდაცვის სტანდარტის სტუდიას უერთდებიან გიორგი ბახტურიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერ თანამშრომელი და ასევე კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი. მადლობა, რომ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში იღებთ მონაწილეობას. მადლობა თქვენი დროისთვის, მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ და ძალიან საინტერესო იქნება მათ შორის ჩვენი მაყურებლებისთვის ეს თემა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მაისი მოგეხსენებათ მნიშვნელოვანი თვეა თამბაქოსთან დაკავშირებით, რამე თუ 31 მაისი გახლავთ თამბაქოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, რომელიც ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც აღინიშნება და აი მოკლედ რომ გითხრათ, საერთო კითხვა იქნება ორივე რესპონდენტთან, ორივე მაღალი დონის ექსპერტები ბრძანდებით არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო მასშტაბით ამ დარგში. და სადავართ დღეს საქართველო თამბაქოსთან ბრძოლის ამ მარათონში. როგორ ვასრულებთ ჩარჩო კონვენციის ვალდებულებებს, რა ძირითადი გამოწვევები გვაქვს ჩვენთან ქვეყანაში და ასეთი ის მაინტერესებს კიდე რომ რატომ არის რომ თამბაქოს გავრცელება, თქვათ, დამოკიდებულების გავრცელება უფრო მეტია განვითარებად სამყაროში, ვიდრე, თქვათ, განვითარებულ ქვეყნებში. აი, პირველი კითხვაზე. დიდი კითხვაა, მაგრამ ვინ დაიწყებს? კი ბატონო, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, ბატონო ამირან, ქალბატონო ნინი. მადლობა თქვენ. დიდი პატივია ნამდვილად, ბატონო ამირან, თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში და მათ შორის თამბაქოს კონტროლის დაფუძნებაში საქართველოში. ამიტომ თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არის და საერთაშორისო მასშტაბით. კახა ღვინიანიძე, ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს არაგადამდებ დაავადებათა რისკ ფაქტორებისა და პრევენციის მიმართულებით. იგი ფლობს ბერგენის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხს. მისი საქმიანობის მთავარი სფეროა თამბაქოს კონტროლი. ასევე მუშაობს ჯანსაღი-კვების, ფიზიკური აქტივობის, სიმსუქნის პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. სხვადასხვა წლებში საქმიანობდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში, ხოლო 2017 წლიდან არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცერი. რაც შეეხება როგორია მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მიღებიდან 2003 წლიდან დღემდე უდიდესი პროგრესი განიცადა ამ დარგმა. 30%-ით შემცირდა მოხმარება, 120 მილიონით ნაკლები მწვერვალია მსოფლიოში დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობა იზრდება. 33%-დან გლობალური მაჩვენებლის 22%-მდე ჩამოვიდა. თამბაქოს მოხმარება და ეს გრძელდება. ქვეყნები უფრო და უფრო მეტად უერთდებიან ამ ღონისძიებებს. 6 მილიარდი ადამიანი არის დაცული მინიმუმ ერთი თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებით მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ნამდვილად არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა ამ მხრივ. საქართველოს ერთ-ერთი წინწასული ქვეყანაა თამბაქოს კონტროლის სფეროში და ამაში აქვს თუმთაგან ბევრს დიდი წვლილი მიგიძღვით ამ ყველაფერში. მოგეხსენებათ 2017 წელს ქვეყანამ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ, როდესაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესრულების ძირითადი პუნქტები ჩვენ ფაქტიურად შევასრულეთ, თუმცა კი დაგვრჩა რა თქმა უნდა მაშინაც გარკვეული გამოწვევები და შემდგომ უკვე თამბაქოს ინდუსტრიის დიდი და უარყოფითი ზეგავლენის გამო გარკვეული სისუსტეები გაჩნდა კანონმდებლობაში და დღეს ვართ იმ პოზიციაზე, როცა დროა ახალ ნაბიჯებზე ვიფიქროთ იმისათვის, რომ ახალ გამოწვევებს უპასუხოთ. საქართველოშიც ასევე ძალიან დიდი პროგრესი არის. საქართველოში დაეცა თამბაქოს მოხმარება. დღეს ქვეყანაში გვყავს 750,000 მწვეველი დაახლოებით, მაგრამ ეს არის 100,000-ით ნაკლები ვიდრე 10 წლის უკან. ეს არის ძალიან დიდი შედეგი, თუმცა ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ბევრად უფრო შემცირდეს, სადღაც კიდევ 4-ჯერ უფრო შემცირდეს მინიმუმ. თუ ეს ძალიან ამბიციურად შეიძლება დღეს ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის დაცვისთვის ეს არის აუცილებელი რამ.
მე ვიტყოდი უკვე გამოწვევებზე გამომახვილებდი ყურადღებას. ხო და აქვე შეგეკითხებით, ხო? აი ეს თუნდაც თამბაქოს მომხმარებელთა უმრავლესობაც სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, უფრო მეტად ცხოვრობენ ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ანუ ეს როგორი რამდენად თანასწორობაში მოდის მე შემდეგ უკვე ჯანმრთელობასთანაც. ჯანმრთელობასთანაც და ეკონომიკასთანაც. სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული დეფიციტი აქვს ეკონომიკური აზროვნების. ჩვენ ბიზნეს გადაცემაში ვართ ეხლა და თვითონ სტუდიაში და მინდა ყურადღება გამომახვილო იმ სერიოზულ ტვირთზე, ფინანსურ ტვირთზე, რაც დაკავშირებულია თამბაქოს ან სხვა პროდუქტების მოხმარებასთან. გიორგი ბახტურიძე, ექიმი ლაბორანტი და იურისტი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით ბერგენის უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხების მფლობელი. აქვს 25 წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით. არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი. აქტიურად მონაწილეობს თამბაქოს კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმდებლობის შექმნასა და ადვოკატირებაში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში და მსოფლიო ბანკში კონსულტანტად. 2017 წლის გათვლებით ეს დაახლოებით 1 მილიარდამდე იყო, მაგრამ დღევანდელი გათვლებით რო ვიანგარიშოთ, დაახლოებით 3 მილიარდამდე პირდაპირი დანახარჯი უწევს ქვეყანას თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ერთის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მეორეს მხრივ დაზარალებული ადამიანების ოჯახების ბიუჯეტიდან გაღებული თანხები ეს. პლუს ამას ემატება დაახლოებით 7 მილიარდამდე არაპირდაპირი ხარჯი, იქედან გამომდინარე, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში არის 73-74 წელი, მწვერვალებს შორის არის 56 წელი. ადამიანმა 16-17 წელი თავის ცხოვრების ვერ მოახდინა რეალიზაცია პროდუქცია ვერ შექმნა და ვერ აისახა ბიუჯეტში, ეს არის არაპირდაპირი დანახარჯები, ამას ემატება ასევე ხანძრები, თამბაქოსთან დაკავშირებული და სხვა არაპირდაპირი დანახარჯები და ამან შეადგინა სწორედ ყოველწლიურად 7 მილიარდი ლარი. დაახლოებით ეს არის მოცულობით ყოველწლიურად 10 მილიარდ ლარამდე და ამას კიდე ემატება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი, რომელსაც იხდის მწვერვალები თამბაქოს შესასყიდად. დაახლოებით ერთ მხარეს გვაქვს 12 მილიარდამდე ხარჯი და მეორე მხარეს გვაქვს 1 მილიარდამდე შემოსავალი. ფაქტიურად შეუწონადია ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ არის რომ გაეროს მდგრადი განვითარების იგივე მიზნებიდან გამომდინარე თამბაქო იქნა აღიარებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ამიტომ არის რომ ღარიბი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ღარიბდება სწორედ ამ პროდუქტის მოხმარების გამო და შესაბამისად თუ ეფექტური ზომები არ იქნა გატარებული, ჩვენ ბატონმა კახამ ბრძანა რომ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი მოთამაშის შევძელით რომ 2017 წელს გარდატეხა შეგვეტანა ამ პროცესში და ამან გარკვეული სერიოზული შედეგი მოგვიტანა, მაგრამ სამწუხაროდ თამბაქოს ინდუსტრიას გაეხსნა მეორე სუნთქვა და ბაზარზე შემოიტანა ახალი ტიპის ლამაზად შეფუთული ლეტალური პროდუქტები, ეს გახლავთ ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, ასევე ჩილიმი, რომელიც არ იყო პოპულარული ჩვენ საზოგადოებაში, საკმაოდ მოიკიდა ფეხი განსაკუთრებით ამ რუსეთსა და უკრაინის შემდგომ ომის შემდგომ ჩამოსული ზოგიერთი უცხო ქვეყნის ჩვენი არაკეთილ მოსურნე ქვეყნის პირები მართავენ ამ ბიზნესებს სხვათა შორის და უკანონოდ ახდენენ ამ ესე რომ ვთქვათ ბიზნესის პოპულარიზაციას. გამოიწვია ის რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბავშვებში, არასრულწლოვანებში, ორჯერ და მეტად გაიზარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში 2024 წლის მოზრდილებში იკლებს, ხო ბატონო გიორგი, მოზრდილებში ჩვენთან პროგრესი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ მოიკლო მწვერვალთა რაოდენობა, რაც ბატონო, მაგრამ გასახურებელი იმატებს, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის მოხმარება ზრდასრულ მოსახლეობაში იმატებს და რაც შეეხება არასრულწლოვნებს, იქ ელექტრონული სიგარეტი და საღეჭი ნიკოტინის ბალიშები გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ეს კითხვა გვექნება მე, აი თქვათ რამდენად თქვათ გასახურებელი ახალი საშუალებები რამდენად მავნია, როდესაც ხალხს უმტკიცებენ, რომ ისინი გარკვეულად უფრო ხო, მაგრამ მანამდე ალბათ თავი კითხვას გავცეთ პასუხი, ანუ თანასწორობა და სუსტი რგოლი ამ შემთხვევაში სად გამოიკვეთება? ანუ თამბაქოს კონტროლზე როდესაც ვსაუბრობთ და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაზე. ხო, საქართველოში ეს სუსტი რგოლი სად არის ყველაზე? კონვენციაზე ვიტყვი და მე ბატონი კახალბათ უფრო განავრცობს
თქვენ ბრძანეთ კითხვაში, რომ რა არის გამოწვევები იგივე კონვენციის აღსრულებასთან დაკავშირებით. ნომერ პირველი პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ არის გამჭვირვალეობა, ანუ თამბაქოს ინდუსტრიისა და ჩვენ ორ მოხს ვერ ვასრულებთ ესე მახსოვს, ხო? ერთი პირდაპირ ეს არის გამჭვირვალეობა, ანუ თამბაქოს ინდუსტრიის სერიოზული ზეგავლენები აქვს განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაზე და მიდის მიზანმიმართული შესუსტება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის ეს აისახება საგადასახადო პოლიტიკაზე ბოლო წლებში რა. ანუ ის რაც 2018-ში დიდი გარღვევა მოახდინეთ 2017-ში უბრალოდ და მე ის თანდათან პირველია გამჭვირვალეობა, მეორეა საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც საკმაოდ ესე რომ ვთქვათ ლოიალურია ადგილობრივი წარმოების კუთხით, რომელიც ადგილობრივი წარმოება როგორ შეიძლება იყოს ჩათვლილი, როცა 100% ნედლეული იმპორტირებულია, ხო, მაგრამ ადგილობრივი წარმოება თითვლება მაინც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ადგილობრივი მწარმოებლის მიერ ნაწარმი პროდუქტით მოკვდება და დაზარალდება ჩემი მოქალაქე თუ იმპორტირებულის ამას ჩვენთვის განსხვავება რა თქმა უნდა არ აქვს და არ უნდა მოხდეს ამის დიფერენცირება. სამწუხაროდ წელს მოხდა პირველად იანვრიდან, როდესაც მოხდა დიფერენცირება გადასახადში. საგადასახადო რეჟიმი იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმისთვის გაჩერდა ერთ დონეზე, მაგრამ ადგილობრივისთვის მნიშვნელოვნად შეიცვალა. მანამდე კიდე ადგილობრივს მიეცა ის, რომ ნედლეურზე გადასახადი ორჯერ შემცირდა და ხელმისაწვდომობა ამ ლეტალურ პროდუქტებს სწორედ იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ღარიბი მოსახლეობაზე უფრო მეტი გახდა. შესაბამისად, ზარალი მათი ბიუჯეტის დაახლოებით 1/13 იხარჯება, იწვება ამ პროდუქტის შეძენაში. ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული დანახარჯები და კიდე ერთი სუსტი რგოლი რაც ჩვენ გვაქვს არის სწორედ თამბაქოზე თავისდანებების სერვისები, რომელშიც სერიოზული ინვესტირება არ არის განხორციელებული, ძალიან სუსტი რგოლია ესეც და შესაბამისად შევიდა წამლები იმაში essential drug list. არ შესულა, უფრო მეტიც 2019 წელს თამბაქოზე თავისდანებების საშუალებები გათავისუფლდა კანონით საგადასახადო კოდექსით გადასახადებისაგან, მაგრამ იქ იყო ერთი დათქმა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანება უნდა მიეღო, რომლის საფუძველზე ჩამონათვალი იქნებოდა ამ მედიკამენტების და საშუალებების და ამის საფუძველზე მოხდებოდა გათავისუფლება. 2019 წლის შემდგომ ეს ერთობლივი ბრძანება არ არის მიღებული, რაზე ვსაუბრობთ, ხო? რომლითაც მართლა გათავისუფლებოდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა ეს მედიკამენტები და საშუალებები ამ ადამიანებისთვის. მეორე არის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში იმთავითვე ვიბრძოდით ჩვენ და სამწუხაროდ ვერ მოვახდინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ესე რომ ვთქვათ, ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი არ იხარჯებოდა. ანუ გამოთავისუფლებული რესურსი იყო და არ მოახმარეს ამას მიზანმიმართულად. რატომ ახლა მაგის ესე რომ ვთქვათ, ვარაუდები შეგვიძლია გამოვთხატოთ, მაგრამ სამწუხაროდ ანუ პოლიტიკა ამ კუთხით ჯანდაცვის მიმართულების პოლიტიკაც კი არის ძალიან სუსტი ამ თვალსაზრისით რა და ისინი არ არიან ეს ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მძლავრი ბერკეტი და მეთაური ამ პროცესის, რომელიც როგორც გითხარით პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე ქვეყნის. ანუ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის რაღაც გაუმჯობესებას ვახდენთ ჩვენ, არამედ ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გაჯანსაღებასაც. გაუმჯობესებას. და ჯანდაცვის სტანდარტში დღეს თქვენგან უფრო მეტი რეკომენდაცია ჩვენც რომ მოვისმინოთ მათ შორის და შესაბამის მოუწყებებმაც. ანუ რა ეფექტური გამოსავალი და გადაწყვეტა შეიძლება მიიღოს შესაბამის მოუწყებებმა, შესაბამის ასოციაციები იქნებიან პირები თუ ასე შემდეგ მოხმარების პრევენციისთვის. კი ბატონო. პირველ რიგში რო არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვა უთანასწორობასთან დაკავშირებით, შევავსებ იმას, რაც გიორგი ბრძანა, რომ რატომ და როგორ არის მდგომარეობა, თქვათ, ღარიბ ქვეყნებსა და თქვათ, შესაძლებლობ ქვეყნებს შორის. მწეველთა 80% დარჩენილ მწეველთა 80% გლობალურად არის დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ჯერ კიდევ. და მწეველთა მთლიან რაოდენობას წარმოადგენენ საქართველოში ან სხვაგან, სამწუხაროდ შეჭირებულ მოსახლეობაში უფრო მაღალი არის მოხმარება. ეს უკავშირდება უპირველესად ყოვლისა ქვეყნებს შორის განსხვავება იმას, რომ შეძლებული ქვეყნები უფრო მეტ ზრუნვას იჩენენ, რა თქმა უნდა და მათში პოლიტიკა უფრო კარგად არის განვითარებული თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის, თუმცა არა ყველა ქვეყანაში. სიმდიდრე არ განსაზღვრავს ყოველთვის იმას, როგორი პოლიტიკა აქვს ქვეყანას, მაგრამ დიდწილად მაინც ვთქვათ, მეტი შანსი აქვს ქვეყანას, რომ უფრო ძლიერი პოლიტიკა ჰქონდეს და აქვე მინდა ვთქვა, რომ არის
თქვათ განვითარებადი ქვეყნები, რომელსაც არანაკლებ და ძლიერი ღონისძიებები აქვთ, ასევე და საქართველოს სხვათა შორის ერთ-ერთი მაგალითია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩებით ბევრი მიმართულებით ამ მხრივ ბევრ ქვეყანას. რაც შეეხება სოციალურ ჯგუფებში, რა თქმა უნდა, ღარიბი მოსახლეობა, შეჭირებული მოსახლეობა უფრო მოწყვლადია თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგიების, რეკლამის, პრომოციის მიმართ, ასევე ზოგადად ამ მოსახლეობაში რთული არის, ზოგადად თამბაქოზე თავის დანებება არ არის ადვილი პროცესი, ხელმისაწვდომობა სერვისებისადმი, რა თქმა უნდა, შედარებით მოწყვლად ჯგუფებში ნაკლებია და ეს ყველაფერი, ეს ფაქტორები თავს იყრის იმაში, რომ თამბაქო დიდი ტვირთი მოდის შესაბამისად უფრო შეჭირებულ ჯგუფებზე და ჩვენი ყველას ამოცანა არის რომ დავეხმაროთ ამ ჯგუფებს რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან 750,000 ადამიანი რომელიც ყოველ დღე ჩაის უდკავს მომწამლავ კვამლს ეს არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და ჩვენ ამას უნდა მივხედოთ. ბატონო კახა, აი თქვენ წარმოადგენთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელმაც სწორედ ეს ყველაზე მთავარი დოკუმენტი თამბაქოსთან ბრძოლაში, რასაც ქვია. ჯანდაცვაში ჩვენ გვაქვს ერთი კონვენცია ჯერჯერობით, აი ახლა მაისში მიიღებენ მეორეს, ხო? და ეს იყო გარღვევა. ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა ამ კონვენციის მიიღებას მაშინ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, მაგრამ მიღებული იქნა ეს და ჩვენ მართლაც მე აი 2017 წლის კანონი ერთ-ერთი კარგი კანონი არის. ეხლა რაც ბატონმა გეორგი ბზანა ეს ახალი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული გახურებადი პროდუქტები, რომელიც და მიმზიდველი პროდუქტები, რომელიც სულ უფრო და უფრო არის ბაზარზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობა მიეტანება მას. მას ჯანმო რა თქმა უნდა არ აღიარებს და არის ბრძოლა, ხო, ჯანმოსა და ამ შემთხვევაში მეორე მხრივ ინდუსტრიას შორის, თამბაქოს ინდუსტრიას შორის. აი როგორ არის, რომ ხალხისთვის ორივესთან არის ეს კითხვა, რომ მარტივად გავმარტოთ. მართლაც ნაკლებად დამაზიანებელია ეს ახალი გენერაციის ეს ეგრეთ წოდებული გახურებადი თამბაქოს პროდუქტები? არა, მოკლე პასუხი რა თქმა უნდა ამაზე არის არა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოსცა მკაფიო პოზიცია შარშან ნოემბერში ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებით, რაც შეეხება გასახურებულ თამბაქოსთან დაკავშირებით, ბევრად ადრე არის კიდე გამოცემული რეკომენდაცია და ის ცალსახად მიეკუთვნება თამბაქოს პროდუქტებს და პირდაპირ ცალსახა რეკომენდაცია არის, რომ ის უნდა რეგულირდებოდეს. კითხვა სწავლენ, რომ რატო არ შეაქვთ კონვენციაში ეს? დიახ. ხო, ესეც არის მსჯელობის საგანი, უბრალოდ იმ დროისთვის, როცა კონვენცია მუშავდებოდა, მაშინ არ არსებობდა ბაზარზე. ნუ, გასახურებელი თამბაქო მაინც კონვენციის ცალსახად რეგულირების ქვეშა და რეგულირების ქვეშა. ელექტრონული სიგარეტები არის აი ეს მსჯელობის საგანი, ელექტრონული სიგარეტებზე უბრალოდ იმ დროისთვის ეს არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ელექტრონული სიგარეტები ეს არის მახე პირდაპირ დამიზნებული ბავშვებზე. ეს არის ბავშვების თამბაქოზე, უკაცრავად ქუჩურ ტერმინით გამოვა, დასმა ნიკოტინზე, ასე ვთქვათ, ჩვენი მომავალი თაობისა. ეს 1000 გვარი, დაახლოებით 70,000 გიორგი შემისწორებს, თუ სწორად არ მახსოვს ციფრი, 70,000 არომატით გაჯერებული, 1000 გვარი დიზაინით შემოსული პროდუქტი, რომელშიც უკვე აღმოჩენილი არის და დეკლარირებული 1700 ნივთიერება, მათ შორის 134 ეს არის მაღალი ტოქსიურობის ნივთიერებები, მათ შორის არის კარცინოგენები, მუტაგენები და ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს არის აგრეთვე რეპროტოქსინები, მასადამე რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ფერტილობაზე მოქმედი ტოქსინები. წარმოიდგინეთ, ბავშვები მოიყვანენ პროდუქტს, რომელიც აზიანებს შვილოსნობის უნარს, როგორც მამაკაცებში, ბიჭებში, ისე გოგონებში. იქნება ეს სხვადასხვა გამხსნელები, რომელიც ამ პროდუქტებში არის, ასევე მძიმე მეტალები, რომელიც გამოიყენება თვითონ გახურების და ელექტრონულ ელემენტებში ამ პროდუქტების და ასე შემდგომ. და აი ნოემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოსცა ცალსახა რეკომენდაცია ეგრეთ წოდებული თამბაქოს სფეროში ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით. და ამ რეკომენდაციაში არის ცალსახად მითითებული, რომ ელექტრონული სიგარეტები არ განიხილება ზიანის შემცირების პროდუქტებად. პირველ რიგში პროდუქტს აქვს
თავად პროდუქტი არ არის უსაფრთხო, ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ინდუსტრიაც, ეს არ არის უსაფრთხო პროდუქტი. მეორეს მხრივ, მასში შეიძლება იყოს გარკვეული ნივთიერებები ნაკლებ ტოქსიური, ნაკლები კონცენტრაციით წარმოდგენილი ვიდრე სხვაში, თქვათ ტრადიციულ თამბაქოში, მაგრამ შეიძლება იყოს საერთოდ ისეთი ნივთიერებები, რომელიც თამბაქოში არ არის. გარდა ამისა და ყველაზე მთავარი საკითხი, აქ არის ის, რომ ამ პროდუქტს აქვს ნიკოტინი, რომლის კონცენტრაცია მასში უფრო ხშირ შემთხვევაში არის უფრო აგრესიული სახით წარმოდგენილი, მარილების სახით, ნიკოტინის მარილების სახით წარმოდგენილი, რომელიც სწრაფად შეიწოვება, მისი ეფექტი ნიკოტინზე უფრო სწრაფია, პლუს დამატებით ეს არომატები, ეს ყველაფერი ერთობლიობაში რა პრობლემის წინაშე დაგვაყენა, რომ ბავშვები, რომლებშიც სიგარეტის მოხმარების ტრენდი იყო დაღმავალი და დღემდე ასე არის დაღმავალი, ბავშვებში უკან დაბრუნდა ეს ტრენდი და ბავშვებში გლობალურად და სამწუხაროდ ახლა საქართველოს მინდა ბატონმა გიორგიმ უფრო გაშეკოს ეს. რაც თავარია ბატონო ამირან, რაც არ მინდა რომ გამომჩეს და აუცილებლად აღვნიშნო. საქართველოში ხდება ჩვენი კოლეგების მათ შორის აი ურცხვად შეცდომაში შეყვანა და ჩვენ უყურებთ მარკეტინგულ ტრენინგებს ფაქტიურად, რომ როგორ უნდათ აქციოთ ჩვენი ექიმები ფაქტიურად ამ პროდუქტების გამსაღებლად და მრჩევლებად და სამედიცინო დაწესებულებები ადგილებად, სადაც მოისმინება, რომ აი გასახურებელი თამბაქო კარგია, უკეთესია, ნაკლები მავნია და ასე შემდეგ. ნაკლები ზიანის მომტანია და ასე შემდგომ, რაც არის კატასტროფული და მე მინდა აქედან მოუწოდო ჩვენს კოლეგებს, რომ ამ შეცდომაში არ შევიდნენ. ეს ნამდვილად არის პრინციპული შეცდომა ჰიპოკრატეს ფისთან მიმართებაში და ზოგადად სამედიცინო პროფესიასთან მიმართებაში. ბატონ გიორგი, რო გავშალოთ ჩვენს ქვეყანაზე ეს საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალურია ახლა. კი, პირველ რიგში დავამატებ იმას, რომ ელექტრონურ სიგარეტთან დაკავშირებით გასულ წელს უკვე მეტაანალიზებით დადასტურდა, რომ ის დაავადებები, რაც ასოცირებულია ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებასთან, ასევე არის ასოცირებული ელექტრონული სიგარეტის მოხმარებასთან. აქ თავდება ყველაფერზე ესე რომ ვთქვათ მსჯელობა. რაც შეეხება იგივე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს, აქ თვითონ მწარმოებელმა კომპანიამ დამალა ინფორმაცია კონკრეტული ტოქსინების და კანცეროგენების შემცველობის შესახებ, 56 ასეთი ნივთიერების შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგინა ამერიკის სურსათის და წამლის სააგენტოში თავის დროზე და აქედან 22 მათგანი ორჯერ მეტად აღემატებოდა თამბაქოს კვამში არსებულს კონცენტრაციის თვალსაზრისით და 7 მათგანი 10ჯერ, რომელიც ზიანის შემცირებაზე. ნიკოტინი არ არის ამ პროდუქტებში ამის სირიკით. არა, ბატონო ამირან, ნახეთ იგივე გასახურებელ თამბაქოში არის კონცენტრირებული დამატებული ნიკოტინი, რომ უფრო მეტი მიჯაჭვულობა ქონდეს, რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, მე მივხვდი თქვენს კითხვას, ზოგიერთ შემთხვევაში აწერია, რომ არ შეიცავს ნიკოტინს. მაგრამ შეიცავს მის ანალოგებს და შესაბამისად შეცდომაშია შეყვანილი, რა თქმა უნდა, მომხმარებელი. სხვაგვარად მწარმოებელს არ უღირს ამ პროდუქტის ლიტერატურას ვერ ვადევნებ, ბატონ გიორგი, თვალს და ეს დამოკიდებულება, რაც ზოგადად ტრადიციულ თამბაქოზე ვითარდება, იგივეა ეს დამოკიდებულება. უფრო მეტია და რატომ არ გეტყვით? ელექტრონულ სიგარეტში ბატონმა კახამაც აღნიშნა, რომ დიდი კონცენტრაციით არის ნიკოტინი. მეორე, ჩვენ ახლა თამბაქოზე თავისდანებების სპეციალისტები ვართ, ხო? ნიკოტინზე ფიზიკური მიჯაჭვულობა შეგვიძლია რამოდენიმე კვირიდან, რამოდენიმე თვეში დავძლიოთ. არ არის პრობლემა, გვაქვს გარკვეული საშუალებები და ასე შემდგომ. ყველაზე რთული დასაძლევი არის ქცევითი მიჯაჭვულობა, ხო? თუ ჩვეულებრივი მწეველი სიგარეტის გარკვეული პერიოდულობით ეწევა სიგარეტს, ამ შემთხვევაში ელექტრონული სიგარეტი თავის მოცულობიდან გამომდინარე მუდმივად გამუდმებით ხელში უკავიათ და გამუდმებით ეკაჩებიან. ფსიქოზის ახალი ტიპი ჩამოყალიბდა ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებული ფსიქოზის ახალი ტიპი ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ეს ბავშვებს ეხება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი მაქსიმალურად არიან ამ შემთხვევაში დამოკიდებული ამ პროდუქტზე, როგორც გითხარით, ნიკოტინი დიდი რაოდენობით მიეწოდებათ და ამავდროულად დიდი რაოდენობით ეკაჩებიან, ხო? დაახლოებით მეცნიერებმა რომ დათვალეს 10ჯერ უფრო მეტი, ესე რომ ვთქვათ, ძალისხმევა გჭირდება და ქცევა გაძლიერებული ვთქვათ და მოქმედება იმისთვის რომ მოწიო ელექტრონული სიგარეტი, ამავდროულად
მისი მოხმარება არის ძალიან მარტივი, ანუ დაწყება მოწევის არის საკმაოდ მარტივი, ამიტომ არის რომ 8-9 წლის ბავშვები საქართველოში იწყებენ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას, ხდებიან სერიოზული დამოკიდებული, თქვა სიგარეტის შემთხვევაში შეიძლება რამოდენიმე კვირა დაგჭირდეს დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში რამოდენიმე დღეში უკვე დამოკიდებული ხარ. თან ძლიერი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ქცევითი დამოკიდებულება გივითარდება და მე როდესაც მოინდომებ გააცნობიერებ, თქვა და გაიაზრებ, რომ ეს არის შენთვის მომაკვდინებელი, უკვე ფაქტიურად უკან გზა აღარ არსებობს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, უძლიერეს ქცევით დამოკიდებულებას იწვევს. ამაში ყველაზე დიდად ცოდავს ახლა ორი ტიპის, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები ვახსენო. პირველი ბატონმა კახა მახსენა, ეს არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. 2020 წლის შემდგომ ინტენსიურად ხდება, რა თქმა უნდა, უკანონოდ, იმიტომ რომ ყველა ტიპის მარკეტინგი ჩვენ სამართლებრივად ავგრძალეთ, მაგრამ შეფარულად ხდება ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულად ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი არის ფილიპ მორისი და მისი საშუალებით ხდება პირველ რიგში ჩართეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები ამ პროცესში, მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, წინა ხელისუფლებაზე ვსაუბრობ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ისინი უბრალოდ არ მინდოდა ამის ხაზგასმა, მაგრამ ეს პირები ცნობილია ჩვენთვის და საჯაროთაც გავაკეთეთ ამაზე რამოდენიმეჯერ განცხადება, მაგრამ სამწუხაროდ იმავე პერიოდიდან ჩართეს საკმაოდ ცნობილი, ესე რომ ვთქვათ, სამედიცინო დარგის გეტყვით, როგორ არის ბოლო ინფორმაციასაც გეტყვით, როგორ არ ვრცელდება, ეხა კარდიოლოგების შეხვედრა იყო წინა კვირაში, ისა რა ქვია, პარაგრაფი თაბორის მთაზე. და იმან დააფინანსა, ინდუსტრიამ დააფინანსა, რა თქმა უნდა. და როგორ არის იცით, ფილიპ მორისი აფინანსებს ერთ-ერთ ორგანიზაციას, სოციოკულტურის ინსტიტუტს, არის კიდე ერთი ივენტს მენეჯმენტის ორგანიზაცია და მათი საშუალებით ხდება ორგანიზება ამ ექიმების თავმოყრა და რა თქმა უნდა უკვე პროპაგანდა, რომ აი ჩვენ გვაქვს თითქოს და ჯანმრთელობისთვის ლამის სასარგებლო პროდუქტები და გადაიყვანეთ თქვენი პაციენტები თუ კი ვერ ანებებენ ჩვეულებრივ სიგარეტს თავს, აქ გვაქვს ზიანის ეგრეთ წოდებული ზიანის შემცირების პროდუქტები და გადაიყვანეთ მათზე. გარკვეულ პერიოდში იყო შესუსტებული ბატონო ამირან ეს მოძრაობა, მაგრამ ამ პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა და ჩვენ პირადად ნახეთ ასევე ჯანდაცვის სამინისტროზე მიწერილი წერილი, სადაც ხელს აწერენ რომ დაგისახელოთ ახლა ის ექიმები, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ ვასახელებ, სპეციალურად არ ვასახელებ, იმედი მაქვს რომ გამოფხიზდება ეს ხალხი, ჩვენი ზოგიერთი ნაცნობი და კარგი მეგობარი კოლეგაა, ზოგიერთი ჭყალებში ახლა, იმიტომ რომ უკვე წარმოუდგენელია რომ ექიმი პროპაგანდას უწევდეს ახალ ლამაზად შეფუთულ სიკვდილს თავისი მოსახლეობისთვის, ხო? მით უმეტეს ბავშვები და ახალგაზრდებია ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში, ხო? და ამ ბატონებთან ერთად ზოგი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რო ვახსენე, იქ ყოფილი დეპარტამენტის უფროსი არიან საკმაოდ ცნობილი ტოქსიკოლოგი, კარდიოლოგი, ონკოლოგი და პულმონოლოგი. მეტი რაღა გვინდა, ხო? რაზია საუბარი და ისინი მოითხოვენ, რომ აიო ზიანის შემცირების სტრატეგია უნდა იყოს, ესე რომ ვთქვათ, მოცემული ახალ სტრატეგიაში. ალიანს და თამბაქოს არ პირადი კომუნიკაცია მქონდა, ვისაც მე პირადად ვიცნობდი მათთან, თქვენც გქონდათ წინა პერიოდში, როცა ხელმძღვანელობდით ამ სფეროს პირადი კომუნიკაციები, მათი საშუალებით ზოგიერთი ჩამოშორდა, მაგრამ ახლა იმ ნაკადიდან ზოგიერთი კვლავ შეუერთდა ამ, ესე რომ ვთქვათ, მოსახლეობის, როგორ გითხრათ, ეხლა ჯანმრთელობის სასარგებლო კი არა, პირიქით, როგორ ვთქვით, დამაზიანებელ ქმედებას და ამას აკეთებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სამწუხაროდ. ცოტა რამდენიმე ფაქტს მე და გიორგის გვიწევდა 2000, დასაწყისში, ესე იგი 2002-2003 წლებში, როდესაც ინდუსტრიამ სიგარეტის გარშემო შემოიკრიბა ფსიქოლოგები, ცნობილი ფსიქოლოგები საქართველოში და მათ ავითარებინებდა ესეთ მესიჯს, რომ რისკი კარგია, ისიც მახსოვს, აი მოტოციკლეტი რატოა კარგი ახალგაზრდებში, რომ ეს ასოცირდება თამბაქოსთან, თავისუფლებასთან და ასე შემდგომ, რომ გაიშიფრა იმ პერიოდისთვის უკვე სიგარეტის რისკი, ყველამ გაიგო და იმისაც რომ ეს რაღაცნაირად შეეფუთათ, სხვანაირად თავისუფლებით გადაეძალათ, ასე ვთქვათ, აი ესე ეხლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც რაღაც ახალი პროდუქტი შემოიღეს, ვთქვათ, გამოიგონეს მათ და იგივე ექიმების და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხალხის მეშვეობით ცდილობენ რაღაც საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ეს არის რაღაც უფრო ნაკლები ზიანის და მოდით ამით დავიწყოთ. ამიტომ არის საჭირო მუდმივი არ უნდა შენელდეს
თქვენ ვინც სათავეებთან იდექით ამისი და ხართ დღეს ქვეყანაში არ უნდა შენელდეს საზოგადოებრივი მოძრაობა ამისთვის. სულ და მუდამ ეს და ეხლა მე რასაც უყურებ შენელებულია ეს ხმა გიორგი ხმა არის შენელებული და ეს მუდმივად უნდა ისმოდეს ხმა. ამიტომაც დაგპატიჟეთ დღეს რომ მომდინარე რომ დიდი მადლობა თქვენ რომ ამ ხმას ახლა გააჟღერებთ. სამწუხაროდ ბოლო 2 წელი იცით თქვენ რომ საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანია ჩაშლილია ამ მიმართულებით ყველანად რესურსი იყო. სამწუხაროდ არ მოხდა მისი ესე რომ ვთქვათ რეალიზაცია. იმედია წელს ამ კუთხით წავა და გარღვევა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კამპანია აუცილებელია რომ საზოგადოება ფართედ იყოს ინფორმირებული მათ შორის იმაზეც რომ ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევა აკრძალულია ყველა დახურულ შენობა ნაგებობებში 2018 წლიდანვე როგორც კი ჩვენ ამაზე მუშაობდით, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი კვების ობიექტი რთავს ნებას მომხმარებელს რომ მოიხმაროს ეს ახალი ტიპის პროდუქტები. ნუ თუ მათ ერთი მონიტორინგება არ მიმდინარეობს? როგორ არ მიმდინარეობს? ახლა ჩავარდნილი იყო გარკვეული პერიოდი, მაგრამ ახლა უკვე გაგრძელდა მონიტორინგის პროცესი და იმედი გვაქვს რომ უფრო გაძლიერდება, გაძლიერების ნაცვლად გიგითხარით და იცით კიდევაც ბიუჯეტის თვალსაზრისით შემცირება მოხდა ამ ესე რომ ვთქვათ მიმართულების და გაძლიერების ნაცვლად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების ესე რომ ვთქვათ პრიორიტეტიზაციის ნაცვლად სამწუხაროდ ხდება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გატარება და ამიტომ არის რომ გასულ წელს იცით თქვენ რომ ჩაჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სამწუხაროდ საქართველოს ჯილდოს სახით მიიღო საფერფლე რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო ძალიან ცუდი ჩვენც ახლა BMG ხოთ სხვა ცალკე გადაცემებით ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართული ამ მიმართულებით რა სიახლეებიც არის და სტატისტიკას ყოველთვის ვითხოვთ თუ რა მაჩვენებლები გვაქვს ბოლო მონაცემებით რამდენადაც სწორად მახსოვს საქართველოს აქვს შანსი რომ მაგალითად 2040 წლისთვის მაჩვენებელი ჩამოვიდეს 5%-ზე ამის შანსი რამდენად გვაქვს და რა რეკომენდაციები გექნებათ თქვენ რომ საქართველოს გათავისუფლდეს თამბაქოსგან ასეთი კი ბატონო მოკლედ პირველ რიგში არ მინდა გამომრჩეს ეგრეთ წოდებული end games-ზე რო გავიდეთ. დიახ, კი ბატონო, პირველ რიგში არ მინდა გამომრჩეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველოს 2018 წელს როგორც ბატონმა ამირანმა ბრძანა და აქ ითქვა, საქართველოს გააკეთა ინვესტიცია თამბაქოს კონტროლში და ჩვენ დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც 8 წლის განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ დახარჯა დაახლოებით 5 მილიონი ლარი ამ მიმართულებით. ეს არის დაახლოებით 200 ონკოპაციენტის ერთი წლის, ასე ვთქვათ, საკმარი თანხა ის, რაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ 100,000-ით ნაკლები მწეველი, რაც არის 50,000-ით ნაკლები კიბოს, გულსიზრახთა დაავადების და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შედეგი. ეს არის ინვესტიცია ჯანდაცვაში. ეს არის კლასიკური მაგალითი ამ ინვესტიციისა და ასეთი არის ზოგადად პრევენციულ ჯანდაცვაში ინვესტიციის ეფექტი. 1/160-თან, 1/200-თან დაახლოებით ასეთი ეფექტები არის ხოლმე. რაც ძალიან კარგი პრეცედენტია, ახლა და მადლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ პირველი ესეთი ფარმაკოეკონომიკური კვლევები სწორედ თამბაქოსთან დაკავშირებით დაიწყო ქვეყანაში და აჩვენა, ვთქვათ, მისი მასთან ბრძოლის ხარჯეფექტურობა, ანუ ინვესტიცია მასთან ბრძოლაში თუ რა უკუგებას იძლევა ჯანმრთელობის თვალსაზრისით თანხაში. დიახ, რა თქმა უნდა და ეს უკვე თქვენ კარგად მოგეხსენებათ ბატონო ამირან, რომ ჯანდაცვაში ინვესტიცია უკვე არის და პრევენციულ ჯანდაცვაში განსაკუთრებით ეს აღარ არის უკვე ჩვეულებრივი ინვესტიცია, მით უმეტეს ხარჯი, ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც იძლევა როგორც ფულად მოგებას და პირდაპირ ბენეფიტს, ასევე ის იძლევა ადამიანურ რესურსს, რაც ყველაზე მთავარია, ხო? ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც ქმნის მერე ყველაფერს დანარჩენს. ამიტომ ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მომავალს საქართველოში ესე იგი თუ 10 წლის უკან საუბრობდით სადღაც ყოველ მესამე მწეველზე, დღეს უკვე საუბრობთ ყოველ მეოთხეზე, ესე იგი ეს შემცირდა. რაც შეეხება რა გველოდება წინ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ციფრი ჩამოვიყვანოთ. რა უნდა გავაკეთოთ, აი რა, რეკომენდაციები თქვენ ხართ ყველაზე გამოცდილი ადამიანები, ვინც უკვე 30 წელია მეტი ამ ბრძოლაში ხართ, ხო? აი თქვენგან ახლა რომ აი რეკომენდაციები მოისმინოს მოსახლეობამ და მათ შორის პროფესიონალებმაც. კი ბატონო. თამბაქო არის ისეთი სფერო, შევადარებდი კასრს, რომელსაც ერთი პატარა ნახროტის თუ გაუჩნდება, კასრი იცლება. ამიტომ თამბაქოს ჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკა.
ის უნდა მოიცავდეს როგორც გადასახადებს და ეს გადასახადები მუდმივად უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ხელმისაწვდომობაზე ადამიანი ყოველთვის დაფიქრდეს იმაზე იყიდოს თუ არა თამბაქო და ყოველთვის გადაიხაროს იქეთკენ რომ მოდი უფრო არ ვიყიდო ან ხვალ მოდი აღარ ვიყიდი ანუ რომ ასე ვთქვათ მას ეს იმიტომ ეს არის ყველაზე ეფექტური ღონისძიება რა თქმა უნდა ჩვენ თუ ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში და თამბაქოს კონტროლის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ვერ ჩამოვაშორებთ თამბაქოს ინდუსტრიას ბაზა, ესე ვთქვათ, მოიშლება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ის, რომ ის რაც დევს თამბაქოს კონტროლის კანონში, ის რაც დევს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის მიხედვით ჩვენ ვალდებულებაში, რომ თამბაქოს ინდუსტრიას არ უნდა კონდეს ზეგავლენა. ჩამოშორებით, ჩემის აზრით, ვერ ჩამოვაშორებთ, მაგრამ ჯანდაცვამ უნდა აჯობოს ამ შემთხვევაში ინდუსტრიას. ასე იყო მე მახსოვს 2003 წელს, როცა ჩარჩო კონვენციას ვიღებდით, მე მაშინ ჟენევაში გავხდით სწორედ იმ ისტორიულ სესიაზე, მაშინ ასე ვთქვათ, აჯობა ჯანდაცვამ ამ უზარმაზარ ინდუსტრიას. აი, ჩამოშორებით რთულია, ვერ ჩამოაშორებს, მაგრამ უნდა აჯობოს. კი ბატონო, გეთანხმებით, ჩვენ და მას უნდა გქონდეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. დიახ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ამ პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე წინ ვერ წავა. და რაც უფრო დრო გადის. ყოფილიყო პოლიტიკური მხარდაჭერა 2017-ში ის კანონი და მე აღსრულება ისეთი მკაცრი როგორც 2018-დან დაიწყო, რასაც აკეთებდით ვერ იქნებოდა. კი ბატონო. შემდგომი საკითხი ეს არის ის რომ დღეს უკვე მარკეტინგის ახალი ფორმები გაჩნდა და ჩვენ რეალობას თვალში უნდა შევხედოთ. ჩვენ ცხოვრობთ ახალ რევოლუციურ ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და დიგიტალური ტრანსფორმაციის ეპოქაში და ეს ყველაფერი ეხლა უკვე გამოიყენება არა მარტო სასარგებლოდ, არამედ ძირითადად საზიანოდ. ალგორითმული მარკეტინგი გახდა წამყვანი მარკეტინგის ფორმა არაჯანსაღი პროდუქტების, მათ შორის სიგარეტისა, როცა თითოეულ ადამიანს მისთვის ინდივიდუალურ დამიზნებულ მესის უვითარებს ხელოვნური ინტელექტი და აწოდებს მას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ეპოქაში ნავიგაცია. და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ თამბაქოს კონტროლის მებრძოლთა გუნდი იყოს მდგრადი. ეს არის ყველა საზრუნავი იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამაზე ზრუნავენ და ამას მე დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი ახალგაზრდების გუნდი არის ამ სფეროში, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა ნამდვილად ასეთი გუნდის არსებობა. გიორგი, რამოდენიმე რეკომენდაცია. კი, მოკლე რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ხელისუფლებას უკვე კარგა ხანია ვთავაზობთ, მაგრამ ჯეჯერობით მათგან უკუგება სამწუხაროდ არ აგვაქვს. მიმზიდველობა რა დაკარგოს ამ მხოლოდ ახალმა არა, სიგარეტებმაც აუცილებელია არომატიზატორების სრული აკრძალვა. ასევე ერთი რადი ელექტრონული სიგარეტები აკრძალა უკვე ევროპის ბევრ ქვეყანას. პოსტსაბჭოთა სივრციდან საერთოდ ელექტრონული სიგარეტი აკრძალა ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა 1 აპრილიდან ახლა. ანუ აზერბაიჯანი უფრო მეტად ზრუნავს მისი მოსახლეობის და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე, ვიდრე გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ თუ ეს ასე არ არის, მაშინ ნაბიჯები გადაიდგმება. აუცილებელია ეს პროდუქტი არ იყოს ასე ხელმისაწვდომი მასობრივად, ამისთვის აუცილებელია აღვადგინოთ 2005 წელს შეჩერებული ლიცენზია ვაჭრობასთან დაკავშირებით, ანუ საცალო რეალიზაცია უნდა იყოს აუცილებლად ლიცენზირებადი. წელს მოგეხსენებათ იანვრიდან დაიწყო წარმოების, ადგილობრივი წარმოების ლიცენზირების პროცესი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ვთქვათ, რეალიზაცია გახდება ლიცენზირებადი. გარდა ამისა, გვაქვს ინიციატივა, რომ 2015 წლის შემდგომ დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც სრულწლოვანი გახდებიან, აღარ მიეყიდოთ არც ერთი ტიპის პროდუქტი, როგორც სიგარეტი, ასევე ახალი ტიპის პროდუქტები. ასევე უნდა მოხდეს მარკეტინგის აბსოლუტური, ესე რომ ვთქვათ, სრული კონტროლი. ჩვენ რეკლამა და პოპულარიზაცია ინტერნეტ საშუალებებით აკრძალული გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ სუსტი აღსრულების ამ შემთხვევაში არა მექანიზმი, არამედ პოლიტიკური ნება. რომ ახსრულდეს, თორემ სოციალური ქსელი წაღებული აქვს სწორედ ამ ცნობად სახეებს, ტელეწამყვანებს და მსახიობებს და ასე შემდგომ, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ელექტრონულ სიგარეტს სამწუხაროდ. ჩვენ ვავლენთ ამ ესე ვთქვათ დარღვევებს, ვუგზავნით შესაბამის სამსახურს, მაგრამ ეფექტურად არ ხდება რეაგირება, თორემ ეს პრობლემაც გარკვეულწილად უკვე ჩახსნილი იქნებოდა სამწუხაროდ. ანუ ერთის მხრივ გვაქვს პოლიტიკური ნების სისუსტე და აუცილებელია ასევე, როგორც ვთქვით,
თავიდანვე ვთქვით, რომ გამჭვირვალეობა ამ პროცესების, ანუ თამბაქოს ინდუსტრიისა და სახელმწიფო თანამდებობის პირებთან ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოება უნდა იცოდეს და მის ზურგს უკან უნდა ხდებოდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიოპროდუქტებზე, ხო, ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ლეტალურ პროდუქტებზე და შესაბამისად აუცილებელი არის, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. სამწუხაროდ 2018 წლის შემდგომ არც ერთმა პრემიერ-მინისტრმა არ მოახდინა ამ ნორმატიული აქტის დამტკიცება, რაც შემუშავებულია უკვე 9 წელია, ხო? ეს რაზე მიუნიშნებს, რომ საკმაოდ სერიოზულად არის ზეგავლენები, ვთქვათ, ინდუსტრიის. და უკანონო ვაჭრობის ოქმი გვაქვს ჩვენ, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდით, გარკვეული პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებაში და სამწუხაროდ აქაც არ ვართ მიერთებული ამ ოქმზე. ესეც ბადებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს და შესაბამისად თუ მართლა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია ჯანსაღი მომავალი თაობა და მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის მართლა მთავარი პრიორიტეტი, გამოჩნდება საქმეებში. რაც როგორც გითხარით, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არ ჩანს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს გამოჩნდება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და მადლობა თქვენ და ჯერი უკვე ეს ხელისუფლებაზეა, ჩვენ რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვაკეთებთ. მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, რასაც აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ასევე თქვენ. გიორგი ბახტურიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერ თანამშრომელი იყო ჩვენთან ერთად და ასევე ჯანდაცვის სტანდარტში ვუმასპინძლეთ კახა ღვინიანიძეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს. ჯანმრთელიერი ნაციონალური სიმდიდრეა. ბენჟამინ ფრანკლინი. დღეს საქართველო დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. გააგრძელოს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა იმავე თანმიმდევრულობით, რაც ბოლო წლებში აჩვენებდა, თუ დაუშვას, რომ ახალი გამოწვევები ამ პროგრესს შეაფერხებს. მიუხედავად მიღწევებისა, პრობლემები კვლავ აქტუალურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება. ქვეყნის ყველა რეგიონში და სწრაფად მზარდი ახალი ნიკოტინის პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი თამბაქოსა და ნიკოტინის ბალიშების კაფიო და დროული რეგულირება. ეს პროდუქტები ხშირად წარმოდგენილია როგორც ნაკლებად საზიანო ალტერნატივა. თუმცა რეალობაში ქმნის დამატებით რისკებს და განსაკუთრებით ზრდის ახალგაზრდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების ფორმირებას. ამ პირობებში გადაწყვეტ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერება. ინფორმირებული საზოგადოება არის ყველაზე ძლიერი პასუხი ინდუსტრიის გავლენასა და მანიპულაციებზე. სწორედ ამიტომ განათლება, პრევენცია და ადვოკატირება უნდა დარჩეს სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილად, ხოლო მხარდაჭერის სისტემები, მათ შორის კონსულტაციები და თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი უნდა გახდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტის. თამბაქოს კონტროლი მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვა არ არის. ეს არის გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის წყაროც. ამ სფეროში განხორციელებული ინვესტიციები მრავალჯერადად ბრუნდება, ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და ზრდის ქვეყნის პროდუქტიულობას. შესაბამისად, თამბაქოს კონტროლი უნდა განხორციელდეს როგორც სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მდგრად განვითარებაში. სიმბოლურია, რომ ქვეყანა აღნიშნავს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წელს. ეს არის არა მხოლოდ მიღწევების შეფასების, არამედ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრის შესაძლებლობა. საბოლოოდ მთავარი კითხვა რჩება უცვლელი. რამდენად მზად ვართ დავიცვათ მომავალი თაობამ? ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ეფექტიანობას, არამედ ქვეყნის განვითარების მიმართულებასაც. ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად კი BMG-ზე კიდევ არაერთხელ გაიმართება დისკუსიები და მათ შორის ცხადია ჩვენს გადაცემაშიც. დღევანდელი ჯანდაცვის სტანდარტი კი დასრულებულია. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში და შეხვედრის ადგილი უცვლელია BMG-ზე, ყველაზე საქმიანობის ტელეარხი და სააგენტო. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუთქონ თქვენი კვამლი. მოწება მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.